ერთ-ერთი მხიარული და ენერგიული დღესასწაულის ჰოლის ფესტივალის შესახებ, რა თქმა უნდა. ჰოლი ინდური კულტურის ნაწილია, რასაც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას უკავშირებენ. ამ პერიოდში ადამიანები ერთმანეთს ფერად ფხვნილებს აყრიან, ცეკვავენ და დადებით ემოციებს უზიარებენ. ჩვენი სტუმარი ბავშვობიდან არის დაკავშირებული ინდურ კულტურასთან, ცეკვავს ინდურ ცეკვებს და თან ქმნის ინდურ სამოსსაც. ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ჯერ თქვენგან გვაინტერესებს თუ რა არის ჰოლი და რასთან არის დაკავშირებული. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას გიხდით მოწვევისთვის და ძალიან მიხარია რომ დღეს ვარ თქვენი სტუმარი. მივესალმები ასევე თქვენს აუდიტორიას და გილოცავთ ჰოლის, ანუ ფერების დღესასწაულს. ჰოლის დღესასწაული უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს კვირეული, როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს არის ფერების ფესტივალი, როცა ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ, ფერად ფხვნილებს, აყრიან, ალამაზებენ და სიკეთის ასხივებენ, ესე რომ ვთქვათ. ეს ფერადი ფხვნილები აი ეს არის ჰოლის ფერები, დიახ. და აი ამას მე აყრიან და აი ასე გამოიხატება, ხო ეს რაღაც თეთრი სამოსი და ფერადი ფხვნილებით, საღებავებით ერთმანეთს ულამაზებენ დღეს. ხო, რა საოცარია, ეს რაღაც გარკვეული ფერებია, ხო, აქ წარმოდგენილი და ეს ფერები რამეს აღნიშნავს, რამეს ნიშნავს თვითონ ეს. ასე ცალკეულ ფერებს, რა თქმა უნდა, არ აქვს დატვირთვა. ყველანაირი ფერი გამოიყენება, როგორც ფხვნილი, ისე თხევადი საღებავები და აი ამ დღეს ძალიან ბევრს ცეკვავენ, იყენებენ ინსტრუმენტებს, უკრავენ, მღერიან და ყველა აი ესე ერთხმად და ჟიამულით აღნიშნავს ასეთ ძალიან მაგარ და ფერად ფესტივალს, რომელსაც ჰოლი ქვია, რომელიც წარმოიშვა ინდოეთში, თუმცა უკვე მთელ ევროპას და თითქმის მთელ მსოფლიოს უკვე მოედო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს დღეს. და რამდენი ხანი მიმდინარეობს ეს ფესტივალი? იცით როგორ არის, კვირეული არის ხოლმე და დაახლოებით ასე ერთ კვირამდე აღნიშნავენ ხოლმე კი, იმიტომ რომ ძალიან უყვართ და ძალიან ბედნიერების და პოზიტივის აღმნიშვნელია. ისე გახსოვს მეც რომ ჩავერთე ჰოლის ფესტივალის მონაწილე ვიყავი, რომ შევიღებ. ფერადი რომ მოხვედი, კი, როგორ არ მახსოვს. დაუბრუნდი შეღებილი და სხვათა შორის ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ დადებითი ემოციები თავის. ეს არის ძალიან დიდი მხიარულება, ხო? გარდა ფერებისა კიდევ რა ხდება ჰოლის ფესტივალზე? ჰოლის ფესტივალზე ადამიანები ძალიან ბევრს ცეკვავენ, ერთმანეთს ავსებენ სილაღით, პოზიტივით და ასე ამბობენ, რომ ეს არის გაზაფხულის აღნიშვნის, ასე რომ ვთქვათ, ერთგვარი სიმბოლო. რაღაცნაირად აი სიკეთესე გამარჯვების, სიკეთის გამარჯვების, ბოროტების დამარცხების, პოზიტივის შემოტანის და აი ყველაფერი კარგის და მაგარის აღნიშნული არის და ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არსებობს ძალიან ბევრი ინდური ტრადიციული დღესასწაული, მაგალითად დივალი, რომელიც ასევე მე ძალიან მიყვარს, მაგრამ ჰოლი არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ფავორიტი. ეს არის განსაკუთრებულ სხვა რა მზადებენ ხოლმე ამ დღესთან დაკავშირებით, რავი ფერად ნამხვა. სხვათა შორის ძალიან ადრევე იწყებენ ხოლმე მზადებას, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნა ძალიან უყვარს და სხვათა შორის საქართველოშიც ხშირად აღნიშნავთ. მე და ჩემმა სტუდიამაც განგამაც აღნიშნეთ და ძალიან ვიმხიარულეთ და ვიმუხტეთ კარგი ენერგიებით და ყოველთვის ვფიქრობ რომ ასე აღნიშნავთ. ინდოეთში ყოფილვარ, თუმცა ჰოლის ჯერ ინდოეთში არ დავსწრები ვარ. დაესწრები წინ არის. ხო, ეგ მაინტერესებდა ჩვენთან როგორ აღინიშნება ეს და რამდენად ერთვებიან აი ამ პროცესში ქართველებიც. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიხარია, რომ საქართველოშიც აღინიშნება, რადგან ძალიან ბევრი ინდოელი ყავს და მათ ძალიან უხარიათ, რომ აი მათ ფესტივალს და აი ამ ესეთ მნიშვნელოვან დღესასწაულს აქაც აღნიშნავთ და მათაც ვუფერადებთ დღეს და ძალიან სახალისო არის ქართველებისთვისაც, იმიტომ რომ ქართველებს ძალიან გვიყვარს ეს ჟრიამული და პოზიტივი და ქართველებიც ძალიან კარგად ვერთობთ, იცმევენ ხოლმე თეთრ სამოს და ბოლოს უკვე სულ ფერადები და დათხრილები გადიან ასე რომ ვთქვათ ფესტივალი. საჭიროებიან აი დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოში აი ვთქვათ ინდოელები, რომლებიც აქ უხათ არიან რა თქმა უნდა. კონკრეტული ადგილი ესე არ არსებობს, თუმცა არსებობს სტუდიები, ადგილები, სადაც ძირითადად როგორ არის იცით, აი გარე სივრცეში უფრო აღნიშნავთ, იმიტომ რომ ეს არის ფხვნილი, არის საღებავები და უფრო მასიური ადგილი, უფრო მეტად კომფორტულია. აი ეს თვითონ როგორ თქვა, რა ფხვნილი, ანუ რა შემადგენლობა აქვს ისეთი რომ მავნებელი არ გახდეს თქვათ ადამიანის მავნებელი არ არის ნამდვილად თანაც აღსანიშნავი არის ის რომ ძალიან მარტივად შორდება მკანიდან და ასე რომ ვთქვათ არის ძალიან უსაფრთხო. აი ეს კონკრეტული ფხვნილი არის ინდოეთიდან და რა თქმა უნდა არის უსაფრთხო და
შევიღებოთ არა, ხელი და თითქოს ასე. არც დაგეტყო. მეც აი ასე. ესე დაადე. ასე. არაფერი არ ქნა, ასე აიღე და დაადე. აი ნახეთ როგორ გაწევდა. აი ეს არის მამაცი. აი ონისე გაბრაზდა. გადაისვა ეს რა ის არის. ნაზად. ის. მოდი, ქრისტინე ხა შესახებ მოგვიყევი, თავად როდის ჩაერთე, როდის დაინტერესდი ინდური კულტურით და როდის შეისწავლე ინდური ცეკვები და შემდეგ სამყაროს. ბავშვობიდან ძალიან მომწონს ინდური კულტურა, ტრადიცია. ბავშვობიდან დავიწყე ცეკვა და დღესდღეობით უკვე მაქვს ჩემი სტუდია, სადაც ვასწავლი როგორც ქართველებს, ისე არიან ჩემი ინდოელი მეგობრებიც და ერთად ესე კოლაბორაციით ვდგავთ ხოლმე ცეკვებს, გავდივართ ფესტივალებზე. თქვენ ინდოელებს აქ ასწავლით ცეკვას, ინდურ ცეკვას? ინდოელები არიან ჩემს სტუდიაში და ვასწავლი არა, ესე რომ ვთქვათ, ერთმანეთის ცოდნას ვცვლით და ამით რა თქმა უნდა ძალიან ვიმუხტებით და პირიქით ეს არის ძალიან სასიამოვნო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სხვათა შორის გუშინ ჩემს ინდოელ მეგობრებს ვასწავლე ქართული ცეკვაც და აი ესე მოკლედ რაღაცნაირად კოლაბორაციით მე ჩემ კულტურას ვაცნობ ისინი თავისას და მოკლედ აი ასე ამბობენ და კი ასევე მაქვს ჩემი ინდური ბრენდი იქიდან გამომდინარე რომ მიწევდა სულ აქტიურად ტელევიზიაში ფესტივალებზე მონაწილეობის მიღება და აქ არისო ინდური სამოსი რაც მე ძალიან აღმაფრთოვანებდა და იქნებოდა ესე რომ ვთქვათ განსაკუთრებული მე თვითონ შევქმენი ინდური სამოსი განგა ფეშენ ჰაუსი მომიხდებოდა კი, რა თქმა უნდა გიხდება. ფერადი. ხო, აი, რა გამოარჩევს სამკაბებს, რა დატვირთვა აქვს თუნდაც აი ამ დეტალებს და ფერებს. ჩვენ ინდური სამოსი არის თავისი ორნამენტებით გამორჩეულ და აღსანიშნავი არის ის, რომ ყოველი მოდელი არის ექსკლუზიური. არ იქმნება ერთი და მრავალი. ერთი არის ყოველთვის ექსკლუზიური და ასეთი მეორე არსად არ იშოვება. გვაქვს ასევე ბავშვის სამოსებიც, აი ასეთი. და მინდა ვთქვა, რომ ყავს როგორც ქართველი მომხმარებლები, ასევე ინდოელები და ინდოელებსაც ძალიან უხარია. მინდა ვთქვა, აღვნიშნე, როდესაც მე ინდოეთში ვიყავი, ერთ-ერთ მაღაზიასთან გავიარე და ეს ყოფილა თურმე საქორწილო სამოსი, რომელიც იყიდებოდა, ისე მომეწონა, ვიფიქრე ხა ამ თეთრ სამოსს ვიყიდი და თბილისში ჩავიცმებ და რაღაც ან საკონცერტოთ ან რაღაცად გამოვიყენებ, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირდა. და ვერ შევწოდი და ვერ ვიყიდე. თუმცა ხო, იყო ძალიან კარგი და ლამაზი. ინდურ ქორწილში ხალი წითელი კაბით იმოსება ხოლმე, როგორც ვიცით და ჩვენ ასევე გვაქვს საქორწინო სამოსიც, ასევე საფესტივალო, ესე ვთქვათ, სავარჯიშო და ასე შემდეგ. აი ეს კონკრეტული აქ ახლა არ გვაქვს საქორწილო, თუმცა ესენი არის, აი უფრო მეტად ყოველდღიური შესამოსი ინდოელებისთვის. ეს მოსაცმელია? დიახ. შავები მოცვია, მგონი წითელი მოსაცმელი. მოგიხდება, აიღე და იქეთ გაიარ გამოიარე და მენახე. მოდიაბა. მაკლია ეს ყველაფერი. ონსე, ინდოეთში რო იყავი, შენ აი რა დაგამახსოვრდა ამ ინდური კულტურიდან, რა მოახდინა შენზე დიდი შთაბეჭდილება. ეგზოტიკურია ეს ყველაფერი, რომ ყველაფერი გამახსოვრდება, ქუჩიდან დაწყებული, ვთქვათ, აი მე ძალიან მომიხდა. სახლამდე მისული, აბსოლუტურად ძალიან საინტერესო და ძალიან კარგია. ონსე, მოგწონს. ძალიან მომწონს. უკან აგაკ რაღაც თუდად შეკეცილი ეს. აი ესე დაუშვით ეს. ქრისტინა, მაინტერესებს თუნდაც ცეკვის დროს ან ზოგადად ინდურ კულტურაში რა ხელის მოძრაობა ხო? ყველაფერი რაღაც აუცილებელია, ხო? აი რა შემიძლია მაგალითად გავაკეთო, რასაც ხშირად რა თქმა უნდა, ინდურ ცეკვაში ყველა მოძრაობა, ჟესტი რაღაცას აღნიშნავს და უფრო მეტად ეს არის კლასიკურ მიმდინარეობაში, თუმცა ბოლივუდშიც არსებობს. რამდენიმე ილეთი შემიძლია რომ ეხა ვცადოთ და ნახოთ აბა როგორ გამოკივა. მე ძალიან მიყვარს. აბა? სიახლეები, აბა? აბა, მაგდა შეშეძლებ. ოღონდ გამომივა ეხა? ეს არის მისალმება. ნამასტე. ნამასტე მახსოვს, კი, ნამასტე. ნამასტე. 1 2 მარტივი ბოლივუდური ილეთები, რაც თითქმის ყველასთვის ცნობილი არის. 1 აჰა. 2 შეგიძლია სამყაოლები რომელშიც აი გამოკვეთო. ესე როგორ? და თავიც, ხო? თავიც. ვაი, მე რა კარგად გამომდის. ცანცარე ეს ხელები, კაცო. ხო, სამწუხაროდ. ასე ცანცარე. ძალიან მინდა გითხრა ეს სამოსი ცეკვაც.
ონისე, შენ როგორ გამოგივა? აი მე არა, ეხლა მე ნუ ამაც აქ გეხვეწებით რა. იმიტომ ისედაც ძიმეთ ვარ ეხლა მე და არ მაქვს საცეკვაოდ საქმე. და ქრისტი, მაინტერესებს აი ზოგადად შენ როდის იყავი ინდოეთში? და როგორ აღმოჩნდი? ინდოეთში ვიყავი რამდენიმე წლის წინ, სადაც ვნახე ძალიან ბევრი ცნობილი რეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი და ისინი აქაც იყვნენ, მაგალითად რიში კაპური აქ იყო, მითხუნ ჩაკრაბორტი აქ იყო ინდოეთში, ვნახე ჯიტენდრა ასრანი და ძალიან ბევრი ინდოელი პროდიუსერი, როგორც უკვე აღვნიშნე და მივიღე მოწვევაც და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე უკვე ინდოეთის საზღვარსაც დავადგები და ინდოეთში წავალ არაერთხელ. ძალიან კარგი და ეს საინტერესი ამ ყველაფრის მიმართ ოდიდან გაგიჩნდა? ბავშვობიდან ჩემს სახლში ყოველთვის იყო ინდური ფილმები, ინდური სიმღერები, ინდური მუსიკები და რა თქმა უნდა მეც დავინტერესდი და ბავშვობიდანვე მოვიხიბლი აი ამ სიფერადით და სილამაზით და მე უკვე ინდური ტრადიციით და კულტურით. და იქ რა იყავი, რა მოახდინა შენზე დიდი შთაბეჭდილება? შენ ისე გიყვარს ინდური კულტურა, რომ დარწმუნებული ვარ თუ რაიმე ხდება, შენთვის არის აღმაფრთოვანებელი, მაგრამ განსაკუთრებით ინდოეთში მოგზაურობის დროს აღმაფრთოვანა იქაური ხალხის დამოკიდებულებამ, არიან ძალიან სტუმართმოყვარეები, ძალიან თბილი ადამიანები და გარემოს რაც შეეხება ძალიან ლამაზი, დახვეწილი, არქიტექტურაც არ შემიძლია რა ვთქვა ულამაზესი და აი ისე ვიყავი, რომ იქიდან წამოსვლა არ მინდოდა. დელიში იყავით? მუმბაიში. მუმბაიში. აქ ძალიან ხშირად იღებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას, ხო? როგორია ადამიანების რეაქცია, ქართველების რეაქცია, როდესაც გამოდის გოგო, შემოსილი, ინდური სამოსით და ცეკვავს აი ასე, თან პროფესიული. ჩვენი სტუდია ძალიან ხშირად ახორციელებს სხვადასხვა კონცერტებს, ფესტივალებს და რა თქმა უნდა ყავს როგორც ქართველი აუდიტორია, ისე რა თქმა უნდა გასაკვირი არ იქნება, რომ ინდოელებიც. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ სხვათა შორის ქართველებს ძალიან მოსწონთ ბოლივუდური ცეკვა განსაკუთრებით იზიდავთ, მოსწონთ ასევე აი ეს სტილი, მიმდინარეობა, თანაც აქვე მინდა ვთქვა, რომ ბოლივუდური ცეკვა მარტო ცეკვა არ არის. ბოლივუდური და ინდური განსხვავდება კი, ერთმანეთისგან? ბოლივუდური არის უფრო მეტად სახასიათო, ხოლო კლასიკური არის უშუალოდ ღმერთს რომ ეძღვნება და აქვე ვიტყვი რომ გადაცემის ბოლოს სწორედ კლასიკურ ცეკვას რომლის დროც დადგა უკვე. აი ეხლა ზუსტად ამას ვეუბნები. ზუსტად მივედით ესე. ჩვენ შეგვიძლია ასე დავემშვიდობოთ, ხო თან? ხო, თან დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, დაგიტოვებთ ბოლივუდურ ცეკვას. და მე და მაგდა ხვალამდე დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, ცეკვას გიტოვებთ. ქრისტინე კაპანაძე იყო დღეს ჩვენი სტუმარი.